და აი მაგალითად როდესაც თქვათ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე რომ რაღაც დროს თქვათ ნაციონალური მოძრაობა აი კოალიციური ხელისუფლება უნდა მოვიდეს და ამაზე ზრუნავდა პრინციპში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად გეგმა ქონდა ხო რომ აი ეს კოალიციური ხელისუფლება უნდა ყოფილიყო რამდენად მიგაჩნიათ გამართლებულად კი არა რეალობაში რომ ეს პოლიტიკური პარტიები როდესაც აი დაუშვათ რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ რომ მათ ქვეყნის მართვა მოახერხონ მე ვფიქრობ მაინც რომ ძირითადი ძალა ნაციონალური მოძრაობაა და თუ ხელისუფლებაში კოალიცია იქნება იმ კოალიციაში ნაციონალური მოძრაობა იმძლავრებს სხვებზე და ისევ თვითონ ჩაიგდებს ამას ხელში და მე რა შეიძლება ამას მოყვეს მე უბრალოდ კოშმარულ სიზმარში არ მინდა შევხედო. აი როგორ რა შეიძლება არ ვიცი, იმიტომ რომ ისევ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ისევ იგივეს დაიწყებენ, რა ვიცი, ისევ იგივე მეთოდები, არ გათეთრდების ყორანი, რა გინდა რომ ხეხო ქუშითავა ხო არის ქართულში ნათქვამი ხა და რამითი აჩვენეს რომ სხვანაირად მოიქცევიან. უკვე ამბობენ რომ სიები გვაქვს ყველასი და რა ყველაზე ეხლა ამბობენ სიები გვაქვს ყველასი და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება და თუ ეხა მოვლენ რეალურად ხელისუფლებაში, იმ სიებს მართლა ამოქმედებენ და რა ვიცი